ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებზე პრეზიდენტმა დღეს საკუთარ რეზიდენციაში ქუთაისელ სტუდენტებთან და ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა აქცენტი თუ რა მნიშვნელობა აქვს პარლამენტის ქუთაისში არსებობას. საკანონმდებლო ორგანოს გადატანას ქვეყნის პირველმა პირმა პოლიტიკური განვითარების დასაწყისი უწოდა და ოპონენტები ამ პროცესის დარღვევაში დაადანაშაულა. სააკაშვილმა ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატიც გააკრიტიკა და შეხვედრის მონაწილეებს გუბას სანიკიძის მძინარი ფოტოც აჩვენა. დღესვე პრეზიდენტი კახეთის ყოფილი გუბერნატორის ყოფილი მოადგილის გიორგი სიბაშვილის პასუხისგებაში მიცემასაც გამოეხმაურა. მე მინდა გითხრათ, რომ საწაართო ქუთაისში პარლამენტი ეს არის თქვენი მაჟორიტარი და მე მინდა გითხრათ, რომ სალამ ქუთაისის პარლამენტში არჩეულ წარმომადგენელს ზინავს, მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საზოგადოებამ გამოიღვიძოს, რათა ქუთაისს არ წაართონ პარლამენტი, რათა საქართველოს არ წაართონ ქუთაისში პარლამენტი, რათა ჩვენ ყველას არ წაგვართონ საქართველოს თვის ძალიან მნიშვნელოვანი იდეა საქართველოს რეგიონალიზმის, საქართველოს გაძლიერების, საქართველოს ყარათ ორფეხზე დაყენების იდეა, რომელსაც განასახიერებს ქუთაისის პარლამენტი. საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი გამოდის და იძახის პაწაწინა გრეჩიხუნას. პასუხი არ უნდა ვაგებინოთ. დიდი რამბავი ტელეკამერების წინ ხელი გამოჭრა ვიღაცას. პაწაწინა გრეჩიხუნა. უნდა ვაგებინოთ პასუხი, რა თქმა უნდა, გუბერნატორის იმ მოადგილეს, რომელმაც 6 კვირაში აღადგინა კახეთის სტიქიის შემდეგ. გაუსაძლეს პირობებში. და ის უნდა ჩავსვათ აუცილებლად ციხეში, იმიტომ რომ არ უღალატ თავის იდეალებს, იმიტომ რომ ქუთაისში პარლამენტია გადასატანი, ხმები არ ყოფნის უმრავლესობას. ღვინიაშვილია დასაშინებელი კახეთის ყოფილი გუბერნატორი. როგორ დავაშინოთ? მოდი მის ყოფილი მოადგილე დავიჭიროთ, ხელები დაუგრეხოთ ღვინიაშვილს და ხმა აუწიოს კენჭი უყაროს, იმიტომ რომ ხო არ ეტყვია პრემიერ-მინისტრს, არა აქვს ხმები, არა აქვს კონსტიტუციური უმრავლესობა. პაწაწინა გრეჩიხუნებად გაუმწარეს მრავალთაობას ცხოვრება მრავალი აწლეულის განმავლობაში საქართველოში.